სახალხო სასამართლოში გრძელდება სხვა პოლიტიკური რეპრესიებიც, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად და ახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ადამიანებს არალეგიტიმური ხელისუფლება მასობრივად აბრალებს გზის გადაკეტვას და 5,000 ლარიანი ჯარიმებით ემუქრება. მათ შორის არის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომლის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე წაყენებული ბრალიც და მტკიცებულებებიც ისეთივე აბსურდულია, როგორც სხვა ათეულობით მსგავს საქმეში. ირაკლი ბახტაძე მოგუყვება მეც ამ სასამართლო პროცესის შესახებ ირაკლის მიერ. თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის პროცესით, რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ტელეწამყვანი საქალაქო სასამართლოში და სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სასამართლო პროცესი. დღეს მოსამართლემ უნდა განიხილოს ნამდვილად გადაკეტა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა. ეს არის ის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვანს ედავება, როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთაველის გამზირი აქციის მიმდინარეობისას გადაკეტა, თუმცა უფლებადამცველის მტკიცებით არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მხრიდან არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა ნამდვილად გადაკეტა საავტომობილო გზა. არც ვიდეო, არც ფოტო მასალა ამ მტკიცებულებებში არ დევს და შესაბამისად მათთვის გაუგებარია თუ რატომ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოძიება. ნანუკა ჟორჟოლიანი არ არის დღეს ერთადერთი პირი, რომლის სასამართლო პროცესიც გაიმართება საქალაქო სასამართლოში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოტანილი საქმეების განხილვა არის დაგეგმილი. რამდენიმე პირის პროცესი იქნება დღეს საქალაქო სასამართლოში და ყველა მათგანს, რომელთა საქმეებიც არის დღეს შემოსული საქალაქო სასამართლოში, ედავებიან გზის გადაკეთებას და ძირითად შემთხვევაში არც ერთი პირის მიმართ არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ამ ადამიანების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. რაღაც ცხოვრებაში პირველად ხდება, არ ვიცი, დღეს რიცხვი არ მახსოვს, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გზა გადამეკეტა. ამიტომ არ ვიცი ნამდვილად, მტკიცებულებებს რაც ვნახე არაფერი არ არის და ახლა ველოდები პროცესზე რომ მტკიცებულებებს არ ადგენენ. ყველას ნაკლებად პრობლემას ვხედავ იმაში, ახლა ჩემ პროცესში ყველას ნაკლებ პრობლემას ვხედავ. თავი პრობლემა არის ის პატიმრების ის რაოდენობა და ის პატიმრები, რომლებიც ციხეში შედან და მე თქვენს პლატფორმას გამოვიყენებ, რომ თავარი სათქმელი ახლა ჩვენი ყველა პლატფორმაზე უნდა იყოს, რომ თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, ინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლი, ანუ გზის გადაკეტვა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, არაფერი არ არის წარმოდგენილი გარდა წერილობითი ოქმისა და პასპორტის ფოტო ასლის. მეტი მტკიცებულება არ არის და არც იქნება შესაძლოა მოიტანონ უბრალოდ ვიდეო მტკიცებულება, რომ იმ დღეს იყო აქცია და ის რომ აქცია ყოველ დღეა, ეს ყველა ვიცით. რიცხვი რომელიც 3 იანვრის აქციასთან დაკავშირებით. და ეს რუსთაველის გამზირზე თუ არაფერი რუსთაველის გამზირზეა კი, დანარჩენი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი აქ. მხოლოდ არის ოქმი, კი, მხოლოდ ოქმი და პასპორტის ასლი. დღეს 5 საათზე უკვე ჩვენ უნდა მოგვესმინა საქალაქო სასამართლოს სანქცირებული მოსამართლის ნინო ენუქიძის გადაწყვეტილება ბაჩო ქაჯაიას საქმესთან დაკავშირებით. მას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეთებას და რამდენიმე დღის წინ მიმდინარეობდა პროცესი საქალაქო სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გადადო ეს პროცესი და დღეს 5 საათზე უკვე ჩვენ ველოდებოდით გადაწყვეტილებას, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს პროცესი 18 თებერვლამდე გადაიდო. რა არის მიზეზი ამ პროცესის გადადების ჯერჯერობით არის ყოველ შემთხვევაში უცნობი. როგორც გითხარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება და ბუნებრივია სულ ცოტა ხანში ჩვენ გვეცედინება უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები იმ საქმეზე, რომელთა მიმართებაშიც არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები.